გორგასლის ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რომელიც საინფორმაციო დაფის მიხედვით დეკემბერში უნდა დასრულდეს, ჯერ კიდევ არ დაწყებულა მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერიამ 2013 წლის 8 აპრილს გასცა. ობიექტს კომპანია შპს კარმატე აშენებს. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ კომპანიის მხრიდან მშენებლობის ვადების დარღვევის შემთხვევაში საქმიანობა უკანონოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ კი კარმატეს ხელმძღვანელობა მერიას ვადების გაგრძელების თხოვნით არ მიმართავს. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის ირაკლი სურმანიძის განმარტებით, კომპანიის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საჯარიმო სანქციები გატარდება და ტერიტორიის პირვანდელი სახის დაბრუნება დაევალება. კომპანია შპს გეოლოდის დირექტორი ჩვენთან პირად საუბარში აცხადებს, რომ ინვესტორი ვერ მოიძია, სატელევიზიო კომენტარის გაკეთებისაგან კი თავს იკავებს. ქალაქ ბათუმის მერიის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა ქალაქ ბათუმის გორგასლის ქუჩა ნომერ 22-ში შპს კარმატეს სახელზე მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესახებ მშენებლობის ნებართვის მოქმედების ზრდა არის 2014 წლის მაისამდე. კარმატეს სამშენებლო სამუშაოები დაწყებული არ აქვს. თუ ის გადაწყვიტავს სამშენებლო სამუშაოების დაწყებას და დათქმულ ვადაში ვერ დაასრულოს, მას უფლება აქვს მომართოს ქალაქ ბათუმის მერიას და უფასოდ მოახდენს ნებართვის ვადის გაგრძელება. მაგრამ თუ საერთოდ არ დაიწყოს სამშენებლო სამუშაოები, ამ შემთხვევაში ვალდებული იქნება ობიექტი მოაწესრიგოს, კეთილმოაწყოს და არ იყოს იქ განთავსებული სამშენებლო ღობე.